ნოეს კიდობანი. გავიდა ძალიან დიდი დრო. გახსავს ადამსა და ევას რომ შვილები შეეძინათ. იმ შვილებს კიდევ შვილები გაუჩნდათ. იმათ კიდევ შვილები და ასე გამრავლდნენ რომ მთელი დედამიწა აავსეს. მაგრამ სამწუხაროდ რაც დრო გადიოდა, ადამიანები სულ უფრო ივიწყებდნენ ღმერთს. მათ ერთმანეთი აღარ უყვარდათ, აღარ ეხმარებოდნენ და სულ ცუდ საქმეებს აკეთებდნენ. ღმერთი ზეციდან გადმოყურებდა ამ ყველაფერს და ძალიან დაღონდა. მას ხომ ასეთი სამყარო სულაც არ უნდოდა. მაგრამ ამდენ ბოროტ ადამიანს შორის ცხოვრობდა ერთი კაცი, რომელიც სხვებს არ გავდა. მას ნოე ერქვა. ნოე იყო კეთილი, პატიოსანი და ღმერთი არასდროს ავიწყდებოდა. ერთ დღეს ღმერთმა ნოეს დაუძახა და უთხრა: ნოე, ჩემო მეგობარო, მე ვხედავ რომ დედამიწა ბოროტებით აივსო. გადავწყვიტე სამყარო ძალიან დიდი წვიმით, ნამდვილი წარღვნით გავწმინდო და ყველაფერი თავიდან დავიწყო. ნოე შეშფოთდა, მაგრამ ღმერთმა დაამშვიდა. შენ და შენი ოჯახი მინდა რომ გადარჩეთ. ამიტომ შენ უნდა ააშენო უზარმაზარი ხომალდი, ნამდვილი კიდობანი. ისეთი დიდი უნდა იყოს, როგორც მთელი სახლი. 3 სართული გაუკეთე. შიგნით ბევრი ოთახი მოაწყო და გარედან და შიგნიდან ისე მყარად და მკვრივად შეკარი, რომ წყლის წვეთმაც ვერ შემოაღწიოს. ღმერთმა უთხრა, რომ როცა კიდობანი მზად იქნებოდა, მასში უნდა შეეყვანა თავისი ცოლი, თავისი 3 ვაჟი სემი, ქამი და იაფეთი და მათი ცოლებიც. და კიდევ, უთხრა ღმერთმა, დედამიწაზე არსებული ყველა ცხოველი, ყველა ფრინველი და ყველა პატარა მწერი უნდა შემოიყვანო. ქითოეულისგან წყვილი, ლომები და ვეფხვები, სპილოები და კურდღლები, პეპლები და ჭიანჭველებიც კი. ყველას ადგილი უნდა ეყოს. ნოე კეთილი და მორჩილი კაცი იყო. მან ზუსტად ისე გააკეთა ყველაფერი, როგორც ღმერთმა დაარიგა. თავის შვილებთან ერთად ჭრიდა ხეებს, აშენებდა უზარმაზარ ხომალდს და აგროვებდა უამრავ საკვებს ყველასთვის. როცა გიგანტური კიდობანი მზად იყო, ნოემ ჯერ ცხოველები შეუშვა, მერე კი თავისი ოჯახით შეიყვანა. როცა ყველა მოსაფრთხოდ მოიყარა თავი, ღმერთმა კიდობნის კარი თავად დახურა. 7 დღის შემდეგ კი ცა საშინლად მოიქუფრა საშინელი ჭექაქუხილი ატყდა და დაიწყო ისეთი თავსხმა ძვიმა, როგორიც დედამიწას არასდროს ენახა.